დღეს გამოვიხილავთ Yamaha MT-15-ს. ეს არის 2024 წლის 155 კუბიანი ერთ ცილინდრიანი წყალზე გაგრილებული მოტო. 6 სიჩქარით და 18.5 ცხენის ზაით ის გამოიმუშავებს 14.1 ნიუტონ-მეტრს. უკან შეხვდებით ცენტრალურ მონოშოკ ამორტიზაციას და წინ ტელესკოპურ ანუ ამოტრიალებულ ჩანგალს. მას აქვს Vibris სამუხრუჭე სისტემა, რომელიც Brembo-ს შვილობილი კომპანიაა, რაზეც სახელიც მიგონიშნებს Brembo და აქვს dual channel ABS წინას და უკანას. ასევე აქვს traction control-იც. ის გამოირჩევა წინა უნიკალური LED განათებით. და უკანაც ასევე აქვს LED განათება. ის იწონის 138 კილოს, აქვს 10 ლიტრიანი აუზი და მისი წვა არის 2-დან 2.5 ליტრამდე. და რა თქმა უნდა არის ინჟექტორზე. ამ მოტოს სამართავად თქვენ დაგჭირდებათ A2 კატეგორიის მართვის მოწმობა. ეს არის Yamaha-ს ლეგენდარული MT-ს ხაზის ყველაზე დაბალკუბიანი ვერსია, MT-15. ანუ ეს არის 155 კუბიანი მოტო. MT სერიები გამოირჩევა იმით, რომ ძალიან სწრაფი, ძალიან ფიცხი, აგრესიული და მე ვიტყოდი რომ ძალიან ლამაზი ვიზუალი არის და ნუ ესეც Yamaha-ს ეს კონკრეტული მოდელი წარმოადგენელია Yamaha-ს კლას თქო Yamaha-ს საფირმო სტაფილოსფერ და ნაცისფერში ეს ფერი ასევე გვხვდება ჩვენს Razor Street Rally ვერსიაზე თითქმის იგივე ფერი არის ეს Yamaha-ს რაღაც კონკრეტული ის არის მე ძალიან მომწონდა უხდება ძალიან ამ Street Fighter სტილს ასე ვთქვათ რა თქმა უნდა 155 კუბიანი მოტო ვერ შევადარეთ ახლა სხვა MT-03-ს რომელსაც თვალი უნდა ადვინოთ აუცილებლად იმიტომ რომ მალე კუთხეში იხილავთ ამ მოდელს MT-7-საც მაგრამ ვინაიდან MT არის ეს მაინც იგრძნობა ის ძალა და სიჩქარე რაც ასე ვთქვათ სხვა MT მოდელსაც აქვს ვინაიდან ეს არის წყალზე გაგრილებული 155 კუბიანი მოტოსთვის საკმაოდ ჩქარი და ფიცხი არის 6 სიჩქარე აქვს ძალიან კარგი წონა და რა თქმა უნდა ეხა რაღაცა შეიძლება იფიქროს რომ 155 კუბიანი მოტო ეხა ეგეთი დიდი არაფერი არ არის მაგრამ დამიჯერეთ ეს მოტო რამე თუ არის ძალიან სახალისო ეხა ვატარებდი მთელი დღე გამოვხდი ჩემს მეგობარს და ჩემს თანამშრომელს ნიკუშას და მინდა ვთქვა რომ არის ძალიან სახალისო მოტო კი რა თქმა უნდა ეხა უცებ 450 კუბიანი მოტოდან ამაზე გადმოждდება ის გაწევა არ ექნება ეხა შეიძლება ველოდებოდე მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაცა ძალიან სახალისო და კარგი სიჩქარე აქვს და ძალიან გავერთე არ არის ძალიან საშიში და მაინც გაძლევს იმ სპორტულ და სტრით რაღაცა მანევრირებადი ეშხი რაც აქვს ზოგადად ამ წელს რა ქალაქის ასეულოდ მინდა აღნიშნო რომ ბორბლის ზომა ძალიან კაი არის ისეთი მანევრირება შეგიძლია ამათი გააკეთო აი თქოს და აი სკუტერზე ზიხარ და სკუტერის მუღამიც ეგ არის რომ პატარა ბორბალი აქვს და უცებ მოუხე მაგრამ მაგას თავისი საშიშროებაც მოყვება რომ ბალანსი შეიძლება ვერ იმასკა და ამის წონა ბორბლები სამუხრუჭე სისტემა და ძალა თითქოს და ძალიან კარგად ერწყება ერთმანეთს და ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით ვიყოლებდი ამ მოტოს იმათო რომ გითხეთ საშუალება რომ მქონდეს ქალაქში სასიარულოდ და მინდა ვთქვა რომ ეს მოტო არის ტრანსპორტი და ამავდროულად არის ძალიან სახალისო ტრანსპორტი. ტრანსპორტში გულისხმობ გადასაადგილებლს, ანუ სპორტი არ არის, რა ასე ვთქვათ რა, ანუ სათამაშო დრო ითვლებოდეს, თუდად არ გამიგოთ. ყოველდღიურ სასიარულოდ შვენიერი მოტოციკლეტი არის და გარდა ამისა არის ძალიან ეკონომიური, ლამაზი და სახალისო. კარგი, მოდი ახლა ცოტა ახალ დავთვალიეროთ MT-15 ჩავუშვით ხომალდში, ესე იგი, აქედან გადააჭდები, რა თქმა უნდა, ჩორებულად. აი, აქ აქვს მოტოცებული გასაღები, გადაატრიალებ და წარმოდგენილი ვართ ამ ეკრანით. ყველგან მინდა მივაქციოთ ჩართვისას, აქ ეწერება Hi buddy და როდესაც გამორთავ See you. პატარა დეტალი არის, რაც Yamaha-ს გამოარჩევს, ასე ვთქვათ, სხვა ბრენდებისგან და ჩემს ეს პატარა დეტალები ძალიან ხასიათს მატებს ამ ბრენდს. ჩავართოთ, მოდი. წარმოდგენილი გვაქვს აქ, რა თქმა უნდა. ტახომეტრი იმედია ჩანს, აქ არის წარმოდგენილი ტახომეტრი, სიჩქარეები, როგორც ვახსენე უკვე ეს მოტო არის 6 სიჩქარიანი. ნიტრალს ჩაგდებისას აი აგერ არის ანთებული. აქ არის ძრავის შესამოწმებლად, თუ აციმცინდა ეს იგი ძრავი არის შესამოწმებელი. აქეთ ციმციმა არის ჩართული, როგორც ხედავთ. აქედან ირთვება ABS-ი ჩართული არის, ეს არის შორს მანათობელი და ახლოს მანათობელი. რა თქმა უნდა, ეს მე შემთხვევაში ხდება, როდესაც დაკოქავ. დაკოქვა ხდება აქედან kill switch-ი აგერ არის დაკოქვის ღილაკი. აქეთ არის წარმოდგენილი საყვირი. ციმციმა, წინა, უკანაც ირთვება, რა თქმა უნდა, ციმციმა მარცხნივ მარჯვივ მიაჭრე გამოირთვება
აქეთ არის შორს მანათობელი, ახლოს მანათობელი, ეს იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ გადასწრება გსურთ. და სხვა იდეაში ეს მეტი განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის. აქ მენიუში შედიხარ, მითი თუ რამდენი კილომეტრი გაქვს გავლილი ერთი ტრიპი, მეორე ტრიპი, აქ ეს 152 დიდი ალბათობით ნიშნავს ვოლტაჟს თუ არ ვცდები. ეს არის რამდენი ლიტრს წვავ 100 კილომეტრზე, რაც კარგი არის, როდესაც მოტოციკლეტი ამას გეუბნება. შემდეგ გვაქვს საშუალო სიჩქარე, მე მგონი თუ არ ვცდები და ეგ არის იდეაში. საათი, მოიცადე საათი ხო არ იყო? არა, საათი არ არის ეს. საათი არ არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში ამ მოტოზე, არა უშავს და რა თქმა უნდა მთავარი ოდომეტრი, ესე იგი რამდენი გვაქვს გავლილი მთლიანობაში. მე ხე ცოტა ახლა დაგათვალიერებინებთ მოტოს kickstand-ი ჩამოვდგათ, წრე დავარტყათ მოტოს. აი ესეთი არის. ეპიადად ძალიან მომწონს წინიდან როგორ გამოიყურება, რაღაცნაირი ესეთი აგრესიულ ტრანსფორმერს გავს. და ეგ არის და ეგ, ეს არის ჩვენი კოხტა. ძალიან მომწონს, აქ ხელების მოსა კიდე კარგი აქვს. ძალიან კაი წონა აქვს. ცოტა წამოვაყენოთ აბა, აი ესე. ეგ არის იდეაში. წავით. ამ ვიდეოს დადებისას Yamaha MT-15-ის ფასი არის 8560 ლარი.